ხაშურში, სოფელ ოსიაურში რევაზიშვილების 9 სულიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. გადაღებისას ადგილზე 64 წლის თეიმურაზ რევაზიშვილი დაგვხვდა, რომელმაც გვიანბო, რომ მის ოჯახს საკუთარი საცხოვრებელი ფართი არ აქვს და ამასთან ერთად კერძო სასადილოში საკვების წამოსაღებად ყოველ დღე მიდიან. სახელმწიფოს დასახმარებლად ბევრჯერ მიმართეს, თუმცა ამ მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო. სამჯერ და 4ჯერ რომ მიხვალე იმაში და კაცშვილი ხმას არ გასცეს. ყველაფერზე უარს გეუბნებიან. რა გამოვიდა? სახლი და კარი არა მაქვს მე არსად ჯერჯერობით არაფერი არ ესა იმისო. კომპანია საქართველოს მელიორაციის კომპანიის ტერიტორია. აქ ვარ როგორც დარაჯი. ადრე ქარხნის ბეტონის ქარხანა იყო. თუ გაყიდიან მაგ შემთხვევაში და იყიდება, აი რა მოხდება, თქვენ რა ბედი გეწევათ? რა დავჩები გარეთ რა. სასადილოზე მოგვავს ახლა საჭმელები. არის კარგი საჭმელები. ხორციანიც არის, ძეხვეულიც არის. საკრებულობდა ეს რა, ერთად განაცხადები, უარი რაც მოგვივიდა. როა სახლი არა გვაქვს, კარი არა გვაქვს, რომ დახმარება როგორც მრავალშვილიანი რამე. და რა მიზეზით შეგითხრეს უარი? არა გვაქვს თანხა. არ შეგვიძლია რომ გამოყოთ და ასე რა. არა მაგრამ იმედი არა მაქვს არავის რომ ვიღაცა დაგეხმარება რაღაცას გეტყვი იმას მოგცეს იმასა და ეგა. ხაშურში არსებული კერძო სასადილო ერთადერთი იმედია სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ასევე მათთვის, ვისთვისაც სოციალურად დაუცველი მოქალაქისთვის მინიჭებული ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ კერძო სასადილოში საკვები მიეღოთ და მათთვისაც, ვისაც უთხრეს, რომ სახელმწიფო სასადილოში ახალი ბენეფიციარის მისაღებად ადგილი არ ჰქონდათ. 69 წლის ლილი ბიქოშვილი სასადილოს ყოველ დღე სტუმრობს და სახლში საკვები მიაქვს. როგორც გვიყვება, სახელმწიფო სასადილოში იმ მიზეზით ვერ მოხვდა, რომ სოციალურად დაუცველი პირის სტატუსისთვის საკმარისი სარეიტინგო ქულა არ მიენიჭა. არ სოციალური ქულები არ მეყო, ნამდვილად არ მეყო, ვიყავი მარტო ბიჭი ავადმყოფი მყავს, შვილი ძალიც ავადმყოფი მყავს, უარესი კიდევ თრათეს ხელმოტეხილი მაქვს და უარესი კიდევ სახში მარტო ვიყავი და მოვდიოდი აქ მივირთმევდი ვერფაცაც დაუშვათ არ შემეძლო და რო არ საჭმელი სახში მომიტანს. პარლამენტარების მენიუში კი ვერ შევეძება ჩვენი მენიუ, მაგრამ დიდი მადლობა უფალთა და კარგი კატრიტი იყო, კარგი თევზი იყო, კვერცხია, კალმის არ აქვია, სასისკია, რა ვიცი, პიურია, ფლავი, ორნარი ტკბილი, ძვირფასი მენიუ ახლა. იმასაც მთავრობაში ვიც არის ადამიანები, იმათ უნდა გაამახვინო ყველადღე და გაჭირებული. იქნება დადგეს დრო, რომ არავინ აღარ იყოს გაჭირებული. ყველა ადამიანმა უნდა იფიქროს, სიკეთე არის გადამდებელი, რომ სიკეთე ვაკეთო. ხელისუფლებამ ფულამ უნდა იჯუროს თავის მოქალაქეებზე, ვიდრე უბრალო მოქალაქე ადამიანმა. 5 წუთი უკან გაჩნდა ეს იდეა. ასეთი ბიზნესმენია ხაშურში ლევან გამრეკელი. პირველი თანხა მან ჩამირიცხა. ჩემი მეგობრები, ბიზნესმენები, ჩემი ახლობლები, ხაშურის მოქალაქეები, ადგილობრივი. ყველა ზოგი ანგარიზე გვიცხადა, ზოგი პროდუქტი გვეხმარება, მაგალითად, ეხლა ამ წუთში 40 ბენეფიციარი ყავს, მაგრამ ეხლა სახელმწიფოს შედარებით უკეთესი პირობები გვაქვს, რა თქმა უნდა, უკეთესი მენიუ მაქვს. ყველაფერი ვცდილობ, რომ უფრო და უფრო გამაუმჯობესო ყოველთვის. ბევრი ადამიანი მოსულა ჩემთან, რომ უნდა რომ აი მოდი გადმოვეწერებით თქვენთან და მე ვერ ფიზიკურად მე ვერ გავწუდები ყველა სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს, რა თქმა უნდა, ამ გაჭირებული ადამიანების დახმარებას. კი რაღაც მინიმალურს კი აძლევ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რომ ადამიანები გამოიკვებონ. აქ კვებაზეა საუბარი და ადამიანების ჯანმრთელობაზეა საუბარი, მეძე არაფერზე. ხო და სახელმწიფო უნდა მიიღოს ეს ზომები, აუცილებლად უნდა ამოქმედდეს რაღაც ისეთი ქვეყანაში, რომ ეს ადამიანები უზრუნველყოფილი იყვნენ ელემენტარული საკვებით და საცხოვრებელი ფართებით. სოციალური ქულების მიხედვით არ არის ჩვენთან ყვება, არის ვისაც მართლა უჭირს ოჯახებს, არიან ეგეთი ოჯახები და მაგათ ყვებავთ. პირველი კერძი წუნიანი და მეორე ქაშები, მესამე წვენი და პური. ყოველდღიურად კვირის გარდა. იმისთვის, რომ უსინათლო სიძისთვის სახლში საკვები მიიტანოს, სასადილოს ირინე გარსევანოვიც ყოველ დღე სტუმრობს. ჩემდგომრობა ასეთია, რომ მე ვეხმარები usinathlo სიძე მყავს, ალიკა ალექსანდრე მაღალდაძე და ვეხმარები და მოვდივარ როგორც დედა და სიდედრი. მიმაქვს საკვებით იმიდან სურს 10 თუ რაც არის ყველაფერი. ვინც ამ სოციალური მასში იყო და ვინც მოასწრო რა ვიცი, ვინც რაღაცა ყველა გაერთიანდა ამ სახელმწიფო კვებითი ობიექტში და ჩვენ ჩემი სიძე არ მოხვდა. და მე აქ მოვხვდით. ყველაფერია ხორცი, ახლა დღეს ხორცია, უნდა წავიღო, ქათმის ხორცია,
გრეჩი ხარ, რაღაცა, ყველაფერია. ძიმე სოციალური პირობების გამო 72 წლის თეიმურაზ მაღლაკელიძეც იძულებული გახდა კერძო სასადილოსთვის დასახმარებლად მიემართა. ვიყავი და მაგ იმაში სოციალურყოფა თუ რაღაცა ვიყავი, მოვიდე სახლში, დაწერეს რაღაცეები, ქულები დიდი და იქით დამჭირდა კინაღამ ფულის მიტანა და დახმარება სახელმწიფოს. ან დენზი, ან გაზზე რაღაც შეღავათები არანაირი არ იმას. ძალიან მნიშვნელოვანი არის ახლა სახელმწიფოში. სხვაგან ვერ ვისარგებლი, აქ ვსარგებლობ. უნდა იყოს, ნამდვილად უნდა იყოს. ქალაქში კი არა, დაზე ცოტა დიდ სოფლებშიც რო იყოს, არც ის არ დაშავდა. ხაშურის მუნიციპალიტეტისთვის 2025 წელს გამოყოფილი ბიუჯეტი დაახლოებით 35 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა რამდენად თანაბრადაა გადანაწილებული აღნიშნული თანხა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის, ეს კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.